ფრინავი, რომლის ჩამოგდებაზე აფხაზ სეპარატისტებს ჯილდო ჰქონდათ დაწესებული. შავი პოლკოვნიკი, საჰაერო ხულიგანი, ამ ზედმეტ სახელებით იცნობდნენ ქართულ მფრინავს, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ჯიმი მაისურაძე, ქართული ავიაციის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი. დაიბადა 1959 წელს სოფელ გიორგეთში. კარიერა დაიწყო საბჭოთა ავიაციაში. იბრძოდა ვიეტნამის ომში, მაგრამ მისი მთავარი ბრძოლა სამშობლოში დაბრუნების შემდგომ დაიწყო. მას შვეიცარიელებმა მოწვევა გამოუგზავნეს, თუმცა ომის დაწყების შემდგომ სამშობლო არ დატოვა. რუსეთის ბალანსზე მყოფი მირვა ტიპის ვერტმფრენი მოიტაცა და ქართული მხარისთვის სასარგებლოდ გამოიყენა. ეს იყო დაუფარავი დაუმორჩილებლობა რეჟიმის წინააღმდეგ. 1992 წლის თებერვლიდან მეთაურობდა ეროვნული გვარდიის სამმართველოს საავიაციო პოლკს. დაიღუპა 1992 წელს კოდორის ხეობაში მისი Mi-24-ის ჩამოგდების შემდგომ. ჯიმი ვერ გადარჩა, მაგრამ გადარჩა მისი ბრძოლით დაცული ჯარისკაცები. დღეს მისი საფლავის გვერდით სოფელ გიორგეთში ნამდვილი ვერტმფრენი დგას. საქართველოს ავიაციის გმირის უკვდავი მემკვიდრეობა. ჯიმი მაისურაძე იყო მფრინავი, რომელიც ციდან იცავდა თავისუფლებას.